საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, დიმიტრი ალექსიძის სახელობის დარბაზი. შემოსასვლელი ხის ძველებური ყავისფერი კარი შუშებით, იღება გარეთ, შესვლისთანავე ხელმარჯვნივ თავისუფალი სივრცეა, ფანჯრები თითქმის მთელ სიმაღლეზეა, პირდაპირ და მარჯვნივ მდებარეობს მისაღები ჯიხური, დაცვა. კედლები კრემისფერია, ჭერი თეთრი, ხოლო იატაკი მუქი ნაცრისფერი მარმარილოსგანაა. შესასვლელი კარიდან პირდაპირ 8 ნაბიჯში მეორე ფოიეს კარი მდებარეობს. ეს არის ყავისფერი ხის კარი ორნამენტებიანი ჩარჩოთი, რომელიც იღება შიგნით. კარზე წერია დიმიტრი ალექსიძის სახელობის სცენა. კარის მიღმა იატაკი ხისაა, პარკეტი, კედლები კვლავ კრემისფერი, ხოლო ჭერზე 4 ჭაღი ჰკიდია. პირდაპირ და მარცხნივ კედელზე განთავსებულია სარკე, ორნამენტებიანი ჩარჩოთი, რომელიც კედლის უმეტეს ნაწილს იკავებს. სარკის მარცხნივ კიდევ ერთი ყავისფერი ხის კარია, რომელიც დარბაზში შედის. ფოიეს კარიდან მარცხნივ კედლის გაყოლებაზე განლაგებულია 3 გამათბობელი. პირველი გამათბობელიდან ხელმარჯვნივ მეორე შემოსასვლელი კარია. ფოიეს კარიდან მარჯვნივ კედელზე განთავსებულია მირიან შველიძის ნამუშევრები, ხოლო კედლებზე ასევე გამოფენილია 40-50-60-იანი წლების სასწავლო თეატრის სპექტაკლებისა და კოსტიუმების ჩანახატები. კარიდან 2 ნაბიჯში მარცხნივ პირველი გამათბობელის თავზე კედელზე დიმიტრი ალექსიძის ფოტოებია. კარიდან მარცხნივ 7 ნაბიჯში მეორე გამათბობელის ზემოთ ასევე განთავსებულია მისი ფოტო. კარიდან მარცხნივ 16-20 ნაბიჯში კიბის 2 საფეხურია, რომელიც კვლავ ფოიეში გადადის. კიბეებიდან პირდაპირ, დაახლოებით 20-25 ნაბიჯის მოშორებით საპირფარეშოსკენ მიმავალი კიბია. მესამე გამათბობელის მოპირდაპირედ განთავსებულია 2 სკამი და მაგიდა. კარიდან პირდაპირ 8 ნაბიჯში არის ძველებური ყავისფერი ხის კარი, თეთრი ორნამენტებიანი ჩარჩოთი, რომელიც იღება შიგნით. დარბაზის კედლები ცისფერია, იატაკი ხისაა, პარკეტი და არ არის გლუვი. 3-4 ნაბიჯის შემდეგ იწყება პარტერის პირველი რიგი. დარბაზში სულ 9 რიგია. თითო რიგში საშუალოდ 10 სკამია. კარიდან 4 ნაბიჯის მოშორებით პირდაპირ და მარჯვნივ სცენაზე ასასვლელი 4 საფეხურიანი დაბალი კიბია. სცენას 2 ასასვლელი კიბი აქვს, მარცხნივ და მარჯვნივ. სცენა შავი, ნახევარწრის ფორმისაა. სცენის მარცხენა მხარეს დაახლოებით 11-13 ნაბიჯში კულისებში ასასვლელი გზაა. სცენა და კიბე არის ხის, შავი ფერის. კიბის გვერდით, მარჯვნივ, შავი კუბის ფორმის დინამიკია. კარიდან პირდაპირ და მარჯვნივ 2 ნაბიჯში 2 კრემისფერი სვეტია, რომელთაგან ერთ-ერთზე დამაგრებულია შავი ხმის აპარატი. სვეტები ნეოკლასიკური და ბერძნული არქიტექტურის ელემენტებს ატარებს. დარბაზში სულ 16 სვეტია, რომლებიც თანაბრად არის განაწილებული ორივე მხარეს. კედლებზე დამონტაჟებულია 16 თბილი განათება. პარტერის ყოველი მეორე რიგი თითო საფეხურით მაღლაა განლაგებული. სკამები რბილია, მუქი ნაცრისფერი, შავი კარკასით. მეოთხე რიგიდან პარტერს აქვს შავი ორნამენტებიანი მოაჯერი. სცენა ღრმა და ჩაბნელებულია, ხოლო მისი წინა ფარდა მუქი ლურჯია. უკანა ფარდები შავი. სცენის თავი თაღოვანია, რკალის ფორმის. კარის მოპირდაპირედ 20 ნაბიჯში კიდევ ერთი გამათბობელია. ამ გამათბობელიდან 6 ნაბიჯში მარცხნივ მეორე გამათბობელი მდებარეობს, რომელიც მესამე რიგის მოპირდაპირედაა განთავსებული. მე-6 რიგიდან და ზემოთ ჩამოსვლა შეიძლება მე-6 და მე-7 რიგებს შორის განთავსებული 2 საფეხურიანი კიბით. შემოსასვლელი კარიდან 5 ნაბიჯის შემდეგ მარცხნივ და 1 ნაბიჯის შემდეგ მარჯვნივ არის 1 საფეხური, რომელიც მეორე და მესამე რიგში ასასვლელად გამოიყენება. ბოლო რიგის უკან 2 ფანჯარაა, რომლის მიღმაც განათებისა და გახმოვანების ოთახი სარეჟისორო მდებარეობს. დარბაზს ასევე აქვს მეორე სართული აივნით, რომელიც ნეოკლასიკურ სტილშია შესრულებული. მოაჯირები ორნამენტებითაა გაფორმებული, ხოლო მათზე დამონტაჟებულია სასცენო განათების აპარატები. ჭერის კუთხეებში 12 ტიტანის ქანდაკებაა, რომლებიც ზეცას იჭერენ. ასევე ჭერზე განთავსებულია 5 ყავისფერი სავენტილაციო სისტემა. დარბაზი მთლიანად ნეოკლასიკურ სტილშია შესრულებული და ყურადღებას იპყრობს თავისი დახვეწილი დეტალებით. აუდიო დესკრიფცია მოამზადა მარიამ ბეკოშვილმა,
დისკრიფციის კონსულტანტი თიკო ბეკოშვილი. ახმოვანებს მარიკა ბარბაკაძე. აუდიო დისკრიფცია ჩაწერილია აუდიო დისკრიფციის სტუდიაში.